ერთი კითხვა მაქვს შენთან, რომელიც აქამდე არ დამისვამს. ილიას რომ ეჩხუბე, რა გააკეთა ისეთი, რამაც საქმე გაგირთულა. ის ჯასტინ გეიჯისთან აპირებს ჩხუბს და ამიტომ აინტერესებს შენი აზრი. ორივეს განსხვავებული სტილი აქვს, შენ კიდე ორივესთან გიჩხუბია. ჯასტინი დაანოკაუტე ილია თოფურიასთან დამარცხდი. ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ის მოთმინებით ელოდება სწორ პოზიციებში მოხვედრას, რათა დარტყმები გამოუვიდეს და მერე ამას კომბინაციების მთელ სერიას აყოლებს. ხო, ისიც ჩვეულებრივი მებრძოლია, ხომ გესმის? მასთან გალიაში რომ ვიყავი, გრძნობდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ზუსტად ისეა, როგორც შენ თქვი ძმაო. კარგად ვიცით საქმე რაშიცაა. ის პოზიციებს იკავებს. ილია როგორია იცი? რა დავარქვა ამას? ილიას ახსნის საუკეთესო გზა ისაა, რომ პოზიციებს როცა იკავებს ის მაშინვე ამის უპირატესობას არ იყენებს. თითქოს გაჯერებს სასურველ პოზიციამდე მივა თუ არა გაფიქრებინებს, შეხედე მე აქამდე მოვედი. აქ ვარ, თუმცა არაფრის გაკეთებას ვაპირებ. შემდეგ ჯერზეც იგივე და მერე უცებ როგორც შენ თქვი მესამე, მეოთხე ან მეხუთე ჯერზე, როცა იქ ხდება ამბობს, მოვედი და ახლა ჩემი დროა. შემდეგ კომბინაციები და საქმეს ასრულებს. ასე ვფიქრობ. ის საუკეთესო პოზიციებში იდგება, მაგრამ მომენტს მაშინვე არ იყენებს. სულ ესაა. ამას სპეციალურად აკეთებს. ხომ ხვდები, რასაც ვამბობ? თითქოს გატყუებს, კოდირებას გიტარებს. გეუბნება, აი აქ არ დაგარტყამ. არც აქ დაგარტყამ. და შემდეგ უცებ სურპრიზი შენი დედაც, ხომ ხვდები, აი ესეთი შეგრძნება. ასე რომ ფიქრობ საოცრად ჭკვიანია, ძალიან მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს. მაგარი სტრაიკინგი, კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ. მახსოვს თქვი რომ ამ ჩხუბის ნახვა გინდოდა. ფიქრობ მისი და გეიჯის ბრძოლა. ბევრი გეიჯის აკრიტიკებს, რადგან ბევრ დარტყმებს უშვებს, მაგრამ გეიჯისაც შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება. გონია რომ გეიჯი ილიას წინააღმდეგ ფეხი დარტყმებს გამოიყენებს. ეს ჭკვიანური იქნებოდა. ვიცი რომ პედისთან ასე არ მოიქცა, რადგან მის პარტერში თამას პატივს სცემდა. ან უბრალოდ არ უნდოდა მიწაზე გადასვლა. ასე რომ ფიქრობ მათი ჩხუბის სანახაობრივი იქნება ძმაო. მაგრამ იცი რა? რთულია ილიას წინააღმდეგ წახვიდე, როცა ხედავ რას უშვება ხალხს. მისი ორივე ხელებით შეხება ძმაო. ძალიან სახიფათოა, მოკლედ დავაკვირდები. აუცილებლად დავაკვირდები. უბრალოდ სიგიჟია რომ ერთ პერიოდში 145-ში შენ და ალექსანდრე ვოლკანოვსკი ცვლიდით პოზიციებს. ახლა ალექსი 145-ია, შენ კი 155-ში. თითქოს შესაძლებლობები სხვა გაგეხსნა. არმანი გამოგიჩნდა, ჯასტინი, პედი, ილია კიდევ ერთხელ, ჩარლზი და კიდევ სხვა უამრავი ტიპი, რომლებთანაც შეგიძლია იჩხუბო. თითქოს კარიერაში სიცოცხლის შანსი მეორედ მოგეცა. გეიჯი გრძელი დისტანციიდან ჩხუბის საშუალებას არ მაძლევდა. მუდმივად კლინჩის დისტანციას იკავებდა, არა და წარმატებას მხოლოდ კრივის დისტანციიდან ვახსევდი. ის კი ამის საშუალებას არ მაძლევდა. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორი მაგარია ილია თოფურია, ჯანდაბა. ძმაო, ჯასტინი მიყვარს, მისი ფანი ვარ, თუმცა ილიასთან მასს ვერ მოუწონებ. მე დარწმუნებული ვარ ჯასტინმა თავად იცის თავს რაში ყოფს. მისი არდაფასებას არ შეიძლება, ის ნამდვილი ცხოველია. დარტყმებს ნამდვილად აჯენს. ამას დამატებული თეთრ სახლშია. ვერ გავიგებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ამ ბიჭს სიკვდილის შეხება აქვს. ამას დამატებული ის არც ისეთი დიდი ბიჭია. პირადად არ შევხვედრი ვარ, მაგრამ მითხრეს რომ ის 170 სანტიმეტრია. პატარაა ძმაო. დიდი არა. სურათიც გვაქვს გადაღებული, ჩემზე ბევრად პატარაა. პოდკასტზე გვერდიგვერდ რომ ვიდექით, ფოტოშიც ჩანს. ძმაო, ის ხალხს ჩრდილების სამეფოში გზავნის. ეს სუფთა ტექნიკა და თავდაჯერებულობა, მისი თავდაჯერებულობაც გიჟურია. ოლივეირასთან ჩხუბის წინაღამის გამარჯვების წვეულება მოაწყო. ღვინოს სვამდა, ნახე. გონი ღვინოს არ სვამდა, თუ არ ვწდები წყალი იყო, თუმცა აწონების წინ წონის კლებისას ნამდვილად დაულევია ღვინო. მითხრა რომ ეს მხოლოდ ორი მოსამზადებელი ბანაკის დროს გააკეთა, თქვა რომ ეს უკვე ზედმეტიაო. მეორე დღეს ნაბახუსევი ვარო. თან იცი რომ ბრძოლაში დარტყმები გელოდება, ისედაც დეჰიდრატაციას გადიხარ და ალკოჰოლს სვამ, თუმცა თავად ამბობს რომ ღვინო გამოშრობაში ეხმარება. ო, ალკოჰოლი ნამდვილად გეხმარება, ხო, მაგრამ აწონების დროს ღვინოს საერთოდ არავინ არ სვამს. ეს სიგიჟია. მე მაგ დროს ისეთი გამოფიტული ვარ, საერთოდ არაფერს სვამ ხოლმე. ვიცი, ის კი ამ დროს მაგარი ნასვამია. და თან მსოფლიო ჩემპიონატებს იგებს. ნუ სულ ორ ბრძოლაში იქნა ეგ და მერე ხალხმა ისე აიტაცა თითქოს ყოველ აწონებზე ასე აკეთებს. ახლა მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა მებრძოლები ჩხუბის დღეს მას იწყებენ, ფიქრობენ მეც ჩემპიონივით მოვიქცევიო. ო, ეს ბიჭი საოცრად ნიჭიერია.
ნამდვილად. რაც არ უნდა იყოს მას ეს რაღაც აქვს. აქვს გონებაშიც, აქვს ტექნიკაშიც. მისი გრეპლინგიც მაგარია. ვიდეო ნახე მერაბთან როგორ ჭიდაობდა. მერაბს ყველაფერში აჯობა. სიგიჟე იყო. ამბობენ მისი გრეპლინგი ისეთივე კარგია, თუ უკეთესი არა, როგორც დგომში ჩხუბი. გრეპლინგი დაიწყო. მე მისი ჭიდაობა არ მინახავს. ბრაის მიჩელი ხომ დააფინიშა მიწაზე. და კიდევ რამდენიმე სხვა მებრძოლიც. აშკარაა, რომ ფენომენალური საბმიშენის უნარი აქვს. აბა აქ რას მაჩვენებ? ეს რა არის? შეხედე, სახეზე უკვე ეტყობა. პოდკასტში თქვა, რომ ეს მხოლოდ ორჯერ გააკეთა წლების წინ. სასაცილოა, შეხედე, ცოტა ნასვამი და რამე. ისმინი, ახალგაზრდა მებრძოლებს ვეუბნები ხოლმე, ყველა გზა ინდივიდუალურია. ნუ მთავარია კოკაინი არ მეიღო. ყველა განსხვავდება. მთავარია რა გაგრძნობინებს თავს კომფორტულად რომ გახვიდე და იჩხუბო. რამე შაბლონური და იდეალური ფორმულა რომ არსებობდეს, ყველა ამას გააკეთებდა. აი კარლოს პრატესი მაგალითად. ზუსტად, სიგარეტს ეწევა. თან ჩხუბის დღეს. ზის და მალბორო რეცაბოლებს. ვინ იყო ის მოკრივი ადრე ყველას სახეს რომ ახევდა? ხო, მაიორგა, რიკარდო მაიორგა. ზუსტად. ეწეოდა სვამდა. კარლოსი საერთოდ ვისკის სვამდა. ტიპი გასართობი წვეულების შემდეგ მებრძოლებს ანადგურებს. პატივისცემა ჩემგან. მალე მას ჩხუბი უწევს. ვის ხვდება ჯეკ დელა მადალენას. თუ არ ვსდები მგონი პერჩი აიგბრძოლა. ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება. ჯეკისთვის სრული იქნება დაბრუნება. MSG-ში ვიყავი, როცა ისლამა ტიპს ქამარი წაართვას. სრული დომინაცია იყო. ეგ კიდე სხვა თემაა, ტიპი როგორი მაგარია. ილიად საუბრობდა მასთან ჩხუბზე, ხომ იცი, წონაში სხვაობა ძალიან დიდი იქნება. ძალიან დიდი. ისლამი უზარმაზარია. 155 ფუნტისთვის ზედმეტად დიდია და მე 170-ში მის დომინაციას რომ უყურებ, გიკვირს 155-ში წონას საერთოდ როგორ აბარებდა. ნამდვილად. ჰანტერთან ვიყავი კაბინეტში, UFC-ში. იქ ინახავენ ჩხუბის დღეს ჩაბარებულ წონებს. ყველას არ ასაჯაროებენ, მაგრამ ინახავენ. ისლამთან ჩხუბზე ვსაუბრობდით და მან მისი წონა გამიმხილა, ვერ დავიჯერე. 87 კილოგრამს იწონიდა. ჩხუბის დღეს? მგონი კი. სიგიჟია. სადღაც 86-87 კილოგრამი. ნამდვილად სიგიჟია. მე 80 ვიწონიდი. ოქტაგონშიც ეტყობოდა. ვიცი, პროჟექტორების შუქზე რომ შევხედე მხრებზე ვენები ჰქონდა დაბერილი. გავიფიქრე, ჯანდაბა ეს ტიპი რამხელაა მეთქი.